კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა. ეს რადიო იმედია და ახლა უნდა მოგიყვეთ ზოგადი განათლების მიღების უფლებაზე და ამასთან საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებასაც შევეხები. ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება. ზოგადი განათლების მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაშია შესაძლებელი. ადრე გესაუბრეთ და ახლაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს და აქვს 3 საფეხური: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. დაწყებითი სავალდებულო 6 წელია პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით. საბაზო სავალდებულო 3 წელი მე-7 და მე-8 და მე-9 კლასებს მოიცავს. საშუალო ნებაყოფლობითი 3 წლითაა განსაზღვრული და მე-10, მე-11 და მე-12 კლასებს გულისხმობს. ზოგად საგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა, ეგრეთ წოდებული ექსტერნატის ფორმა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დასაშვები ასაკია 6 წელი. ამასთან ბავშვს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, უფლება აქვს მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით პირველ კლასში წავიდეს. დაწყებითი საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა და დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დაუშვებელია. გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი განათლების მესამე, საშუალო საფეხურზე, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო 2025 წლის 1 ივლისიდან მე-11, მე-12 კლასებში. ამასთან სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს. მოსწავლეს ასევე უფლება აქვს გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე დადგენილი წესის შესაბამისად. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვს ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, ან მან გარკვეული მიზეზის გამო გამოტოვა კლასი ან კლასები, შესაბამისი შეფასებითი დასკვნის საფუძველზე ამ პირს უფლება აქვს ჩაირიცხოს სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებით ან საბაზო საფეხურზე, ასაკის შესაბამის კლასში არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მხოლოდ საბაზო საფეხურის შესაბამის კლასში, რომელიც ახლა მე-7, მე-8, მე-9 კლასებს გულისხმობს, ხოლო 2025 წლის ივლისიდან მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებს. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებასაც. ამასთან მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას. ასევე ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზნების მიღწევას. ვიცოდეთ მეტი და ყოველთვის ვისარგებლოთ განვითარების შესაძლებლობით. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფროსი ტრენერი ნინო რომაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.